ღმერთს დიდება რომ ღმერთს უამრავი ადამიანი ხავს ადრე როდესაც ვირწმუნე ახალი მორწმუნე ვიყავი და ფიქრობდი ხოლმე ჩემთვის ზეცაში რა იქნება ალბათ იქნება მოწყენილობა იმიტომ რომ შევდიოდი ეკლესიებში წმინდანების გამომეტყველება სურათებში გულისხმობ როგორი არის სულ ყველა რატომღაც დაღურებული არის მოწყენილი სახეები აქვს და რაღაცნაირად რწმენა და რელიგია თითქოს ასოცირდებოდა რომ ადამიანები დაბეჭავებულები არიან ადამიანები ჭირში არიან სულ მოწყენილები არიან მაგრამ თანდათან როდესაც დავაკვირდი ეკლესიებს ამდენი ნიჭი ამდენი უნარი მშვენიერი საგალობლები და ჩემთვის თქვი ზეცაში არ მოიწყენს ადამიანი იმიტომ რომ ეს ნიჭები ყველა იქ მოიყრის თავს იქ იქნება უფლის დიდება იქ იქნება სიმღერა იქ იქნება გალობა იქ იქნება კიდევ ისეთი რამ რაც ჩვენ კიდევ არ ვიცით მაგრამ ნამდვილად არ მოიწყენთ იქ ზურფასებო ამიტომ ღმერთმა დღევანდელ დღეს აგვიხილოს სულიერი თვალები რომ ყველაფერს შევხედოთ ჩვენი სულიერი თვალებით და არა აი იმ გაჭირვებების თვალსაზრისით რაც ხდება ქვეყანაზე იმიტომ რომ ქვეყანაზე ბევრი განსაცდელი ხდება ადამიანს და თითქოს ადამიანის რწმენას მოდუნდება თითქოს ადამიანის რწმენას სუსტდება როდესაც სხვადასხვა განსაცდელები მოდის ცხოვრებისეულ გზაზე მაგრამ ჩემო ძვირფასო ზროვადადებო ამ ქვეყანაზე ცხოვრების პერიოდში ჩვენ შევხვდება ბევრი რამ კარგიც უარყოფითიც ნეგატიურიც მაგრამ ზუსტად ჩვენი რწმენა იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ დღევანდელ დღეს უნდა რწმენით გავიაროთ აი ეს ცხოვრებისეული გზა რწმენით უნდა გავიმარჯვოთ დღეს ამ ქვეყანაზე და მივიდეთ ჩვენ უფალთან ღმერთს დიდება და მადლობა ყველაზე დიდი მტერი ხშირად ადამიანისთვის არა გარე ფაქტორები არის მაგრამ ის რაც შეგნით არის ადამიანში მისი ხასიათი მისი ბუნება მისი მინდობა ამიტომ როდესაც ჩვენ მოვდივართ მსახურებებზე ყველაზე უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება ღმერთის სიტყვის მოსმენაზე. მშვენიერი სიტყვა თქვა ჩვენმა ძმამ, არის ორი რამ, რაც მორწმუნე ადამიანმა უნდა განიცადოს და იცოდეს. უნდა იცოდე ღმერთის სიტყვა და უნდა იცოდე ღმერთის ძალა. რომელიც ძალა ძვირფასებო მოდის ცოცხალი ღმერთისგან, იმ პიროვნებისგან, რომელსაც აქვს გონება, ინტელექტი, ემოციები. იცის ადამიანის გულში არსებული ყველა პრობლემა, ის ყოვლის შემძლეა და ის ყველგამყოფია. დიდება ღმერთს ამისთვის. წინამსახურებაზე მე ვილაპარაკე ერთი მუხლის ირგვლივ, როდესაც ღმერთი გამოეცხადა აბრაამს ღრმა მოხუცებულობის ასაკში, უთხრა მას ასეთი სიტყვა: მე ვარ ღმერთი ელშადაი, რაც ნიშნავს ყოვლის შემძლე ღმერთს. შემდეგ ეუბნება: იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკლო. და შემდეგ ეუბნება უფალი ამის შემდეგ და მე დავდებ აღთქმას ჩემსა და შენ შორის და შენ შთამომავლობას შორის. მე ვილაპარაკე წინამსახურებაზე ორ საკითხზე და ვიღაცებმა მითხრეს რომ ცოტა უფრო მეტი გვესაუბრე ამ საკითხზეო. მაგრამ დღეს სხვა საკითხზე მინდა ვისაუბრო. მაგრამ ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ წინამსახურებაზე ყურადღება გავამახვილეთ ჩვენ ორ რამეზე. იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკლო. მაგრამ მანამდე თქვით, როცა ღმერთი გამოეცხადა აბრაამს, ის ეუბნება მე ღმერთი ყოვლის შემძლე ვარ. ღმერთი როცა რომელიმე სახელით ეცხადება ადამიანს, ეცხადება იმ სახელით, რომელიც იმ ადამიანის საჭიროების მიხედვით არის. თუ ამბობს მე ვარ ღმერთი მკურნალი, ეს საჭიროება ადამიანს, რომელიც ავად არის. როცა ამბობს რომ მე ვარ ღმერთი, რომელიც ვითვალისწინებ, როგორც ეს სერია ძველახთმაში ღმერთი ითვალისწინებს ჩვენს ცხოვრებისეულ პირობებს და მოდის დასახმარებლად. და როცა ამბობს ღმერთი მე ყოვლის შემძლე ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი ამ ქვეყანაზე უნდა გავაკეთოთ მისი ძალით. ხანდახან ადამიანები დაყრდნობილი ვართ საკუთარ ძალებზე. აბრაამის შემთხვევაში, როცა ღმერთი ელაპარაკებოდა აბრაამს, უკვე მრავალი წელი იყო გასული, რაც ბოლოს დაელაპარაკა უფალი აბრაამს. რა მოხდა იმ დაახლოებით 13 წლის განმავლობაში? იმ 13 წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ ღმერთმა რაც აღუთქვა აბრაამს, რომ ეყოლებოდა ისაკი, იმ 13 წლის განმავლობაში, როდესაც ეს ყველაფერი ჯერ არ ხდებოდა, ხედავთ, რომ
სარამ შესთავაზა რომ მისი მოახლე შეერთო და მისგან ყოლოდა ბავშვი და იმ ტრადიციის თანახმად თუ მის მუხლებზე იმშობიარებდა ქალი მის შვილად ითვლებოდა და მათ შეეძინათ ისმაელი. ისმაელი არ იყო ღმერთის ნებაში და გეგმაში, მაგრამ ადამიანებმა სარამ და აბრამმა თავის საკუთარი მცდელობით შვეს ისმაელი. ხშირად ჩვენი საკუთარი მცდელობებით, როდესაც რაღაცას თითქოს ვაგვარებთ ჩვენ ცხოვრებაში. თითქოს ჩვენი მარიფათით რაღაცის მიღწევა გვინდა და რაღაცას კიდევაც ვაკეთებთ ცხოვრებაში. ხშირად შეიძლება ეს იმ როლში აღმოჩნდეს, რომ ეს ისაკი აღთქმული კი არ არის, ეს ისმაელია, რომელიც შენი საკუთარი მცდელობებით შენ შექმენი. და ღმერთი ეუბნება აბრამს, აი ამ 13 წლის განმავლობაში, 13 წლის შემდეგ მე ღმერთი ყოვლის შემძლე ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ აბრამი უნდა ყოფილიყო ღმერთზე დაიმედოვნებული, მის ძლიერებაზე დაიმედოვნებული. იყავი ყოველთვის ღმერთზე დაიმედოვნებული, შემოძვრფასო ადამიანო და ნუ იქნები საკუთარ მარიფათზე, საკუთარ მოხერხებაზე დაიმედოვნებული. ყველაფერში ღმერთს მიეცი პირველი ადგილი, რომ უფალმა იმოქმედოს შენ ცხოვრებაში და დაელოდე ყოველთვის ღმერთის მიერ აღთქმულ დროს. მაგრამ რაზეც ყურადღება გაუმახვილეს იყო, რომ ღმერთი ეუბნება, სანამ აღთქმას მისცემდა. ჩვენ ხშირად პირველ რიგში აღთქმები გვინდა მოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ უფალი ეუბნება, მე ღმერთი ყოვლის შემძლე ვარ და ჩემს წინაშე იარე და უმწიკლო იყავი. აი ამ ორ საკითხზე ვილაპარაკე და თუ უფრო მეტის მოსმენა გინდათ, შეგიძლიათ წინამსახურების ჩანაწერსაც უყუროთ და გაუმახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ მის წინაშე სიარული ეს არ არის ფიზიკური გადაადგილება. ეს არის შენი ცხოვრების მიმართულების გამუდმებით ღმერთის მიმართულება, რომ ღმერთისკენ იყოს შენი მიმართულება შენ ცხოვრებაში. და ყოველთვის როცა რაიმე საკითხს წვიდავ, დასვი შენ თავსთან კითხვა, რა უნდა უფალს ახლა? როგორ უნდა უფალს რომ ეს საქმე გადავწყვიტო? რას ამბობს ღმერთის სიტყვა აი ამა თუ იმ საკითხზე? იარებოდა მის წინაშე იმ განცდაში, რომ ღმერთი ყველგან არის. ღმერთი ყველგანყოფი ღმერთი არის. რომ ღმერთი შენ ყველგან ხედავს, შენ ფიქრებს, შენ აზრებს, შენ ქმედებებს, ყველაფერს ხედავს ღმერთი და ამიტომ შენ იარე მის წინაშე იმ განცდაში, რომ ღვთისთან დასწრება ყველგან არის. უპატრონოდ მიტოვებული არც ერთ წუთში არ ახარ, ყოველთვის ხედავს ღმერთი. ამიტომ შენი ყოველი ქმედება უნდა იყოს ღმერთის სიტყვის მიხედვით და მისი ნების მიხედვით. იყავი უმწიკლო, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს ნაკლი, ან ადამიანი, რომელიც არასდროს არ ცდება. უმწიკლო ადამიანი ეს არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება შეცდეს კიდეც, მაგრამ არ არის ორპირი. არ არის ზურფასებო ადამიანი მხოლოდ გარეგნულად ღვთისმოსაობის მატარებელი. ეს ადამიანი არის წრფელი, პატიოსანი, რომელიც როდესაც შესწოდავს კიდეც, თავს კი არ იმართლებს, კი არ ფარავს, კი არ მალავს, აღიარებს უფლის წინაშე, ინანიებს და ისევ წრფელად დგება მის წინაშე. აი ესეთი ადამიანები მოსაწონი არიან მის წინაშე და მოდი ვიყოთ მის წინაშე მავალი და უმწიკლო ადამიანები, გულწრფელი ადამიანები, პატიოსანი ადამიანები, არა ორპირები. დაგვეხმაროს უფალი შემოძრფასება. მაგრამ მე დღეს მინდა ვილაპარაკო სხვა საკითხზე. უფალი მოგცემს მაგ საკითხსაც გავაგრძელებთ კიდევ სხვა დროს, მაგრამ დღეს მინდა რომ ვილაპარაკო რწმენაზე, დღეს ზიარებას უნდა მივიღოთ ჩვენ. და მინდა მოვიყვანო მაგალითად ორი ადამიანი და თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადგილი მინდა წავიკითხო. იესო ქრისტე, როდესაც დადიოდა ქვეყნიერებაზე, ერთი ეპიზოდი არის მათეს მე-9 თავს, როდესაც ვკითხულობთ, იქ არის მშვენიერი ისტორიები. იესომ როგორ განკურნა, ქალი რომელიც იტანჯებოდა, რომელიც შეეხო მას, ასევე არის მოყვანილი იესომ როგორ აღადგინა მკვდარი გოგონა და როდესაც იქიდან გამოდიოდა, ბუნებრივია რომ იესოს სიტყვა, იესოს მიერ გაკეთებული სასწაულები მოედო იმარემარეს და ადამიანები ისმენდნენ. ადამიანები უყურებდნენ ამ სასწაულებს და ადამიანების რწმენა მტკიცდებოდა. როდესაც მოვდივარ ჩვენ მსახურებებზე შემოძრფასება, პირველ რიგში, როგორც მამ აღნიშნა, ჩვენ უნდა ვიკითხოთ ღმერთის სიტყვა, უნდა ვიცოდეთ ღმერთის სიტყვა. თუ ის ადამიანები პირველ საუკუნეში იესო ქრისტეს საქმეებს უყურებდნენ უშუალოდ და ვიღაცებს ესმოდათ, რომ იესო ნაზარეველი არის, რომელიც ქადაგებს, რომელიც ღმერთის სიტყვას აუწყებს და როგორც წერია, ის დადიოდა სამარიაში, იუდეაში, გალილეაში. იცით, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, მაგრამ თუ იმარებარეში, როგორც ძმა თქვა, მისიონერად ვიყავიო და ალბათ იცი, მიხვდება რაზეც ვლაპარაკობ,
იმ პერიოდში არ იყო გადაადგილების საშუალებები, ავტომობილები, თვითმფრინავები და თქვენ რომ გაჩვენოთ ის ადგილები, უდაბური, ხშირად უდაბნო ადგილები, მთები, გორები და აი ამ ადგილებზე იესო დადიოდა თავის მოწაფეებთან ერთად ფეხით სამარიაში, იუდეაში, გალილეაში, ეს დიდი ტერიტორია, სადაც 3 წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა, აუწყებდა ღმერთის სიტყვას, სასწაულებს აკეთებდა. იერუსალიმში ესმოდათ, გალილეაში როგორი სასწაულები კეთდებოდა, ასევე იუდეაში და ადამიანებს, როდესაც ისმენდნენ ამ ყველაფერს, მრავალ ადამიანში, როგორც აი ამ ორ ბრმაზე მოვიყვან, ყალიბდებოდა რწმენა. როდესაც თქვენ გესმით უფლის დიდებულ საქმეებზე, თქვენი რწმენა უნდა ძლიერდებოდეს, ჩვენ წინამსახურებაზე მოვისმინეთ ჩვენიერი დამოწმება, როგორ განკურნა უფალმა სიფსივნისგან ადამიანი, რომელიც მოწმობდა ჩვენ წინაშე. ეს უნდა იყოს ჩვენი რწმენის გამომტკიცებელი. თუ უფალი მას შეეხო, შენ შეგეხება დღეს. როდესაც ვკითხულობ წმინდა წერილს, ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ქრისტე ავლენდა თავის ძალას, იესო ქრისტე თავის ძალას დღესაც ავლენს. მისი ძალა ძვირფასებო არ შეჩერებულა, მისი ხელი არ დამოკლებულა, რომ შენ დაგეხმაროს, მისი ყური არ დამძიმებულა, რომ შენ მოგისმინოს. ღვთის სიტყვა ძალაში არის. ღმერთის სიტყვა, რასაც გველაპარაკება ძვირფასებო, ის ყველაფერი ცოცხალი და მოქმედი არის. არის მომენტი, როდესაც ღმერთი კი ბატონო შეიძლება ექიმის მხრიდანაც აძლევს დახმარებას და ღმერთი შეეწევა, არაფერი არ გვაქვს ჩვენ საწინააღმდეგო. მაგრამ არის როდესაც უფალი უშუალოდ ჩარევით ყოველგვარი მედიკამენტებისა და ექიმების გარეშე ყურდავს ადამიანებს. როდესაც ღმერთი ეხება თავისი ძალით და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ძვირფასებო, რომ ღმერთი თავისი სიტყვით არის ძლევამოსილი. და მოციქული პავლე, როდესაც კორინთელთა ეკლესიას წერდა, ეუბნებოდა ასეთ სიტყვებს, რომ მე როდესაც მოვედი თქვენთან, არაფერი არ მინდოდა მცოდნოდა გარდა იესოსი და ისი ჯვარცმულისა. რატომ? იმიტომ რომ ძალა ფილოსოფიაში კი არ არის. ძალა თეოლოგიურ განათლებაში კი არ არის ძვირფასებო. ძალა არ არის ძვირფასებო არც ერთ ადამიანურ სტელობაში. ძალა არის ქრისტეს ჯვარში. ღმერთს დიდება და მადლობა. ამიტომ შემოძვირფასებო მოციქული პავლე ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ ის განათლებული ადამიანი იყო, ფრიად განათლებული ადამიანი იყო მოციქული პავლე, მაგრამ ის ამბობდა, რომ თქვენთან მოვედი, არაფერი არ მინდოდა მცოდნოდა გარდა იესო ქრისტესი და ისი ჯვარცმულისა, იმიტომ რომ ხსნა, გადარჩენა, ცოდვების პატიება, განკურნება ეს იესო ქრისტეში არის ძვირფასებო. ამიტომ ცოცხალ ღმერთს დიდება ამისთვის. ამენ. მოდი მივაგოთ ღმერთს გებადების ხორბლის ღირსი არის დიდების. და როდესაც იესოს მიერ გაკეთებული საქმეები მოედო იმარემარეს, იქ იყო ორი ბრმა ადამიანი და წერია მათეს 9:27 ბუხლიდან, იქიდან გამოსულ იესოს ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით. ამბობდნენ, შეგვიწყალეთ ზეო დავითისა. სახში შესულს ბრმებიც მიადგნენ, უთხრა მათ იესომ, გწამთ რომ ძალმიცა მის გაკეთება? უპასუხეს, ხო უფალო. მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა, თქვენი რწმენისაბებ მოგეგოთ და ეხილათ თვალები. იესო კი მკაცრად გაართილა ისინი და უთხრა, არავინ გაიგოს. შემოძვირფასაც მოვდა ვხედავთ, რომ ეს ორი ადამიანი, როდესაც იესო გამოვიდა იმ ადგილიდან, სადაც მორიგი სასწაული გააკეთა, შეიძლება თქვა ძვირფასებო, აეკიდნენ მას, გაჰყვნენ და თან, როდესაც მიხვებოდნენ, ყვიროდნენ იესო დავითის ზეო, შეგვიწყალე. წარმოგიდგენიათ ეს სურათი? იესო მიდის და როგორც წერია ძვირფასებო, ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით და ამბობდნენ, შეგვიწყალე ზეო დავითისა. იესო როგორც ჩანს ყურადღება იმ წუთში არ მიაქცია. არა იმიტომ რომ უყურადღება იყო. იესო ხანდახან პასუხს არცემს ადამიანებს, იმიტომ რომ ადამიანებმა რაღაც უნდა გააკეთონ თავიანთი გასაკეთებელი. ეს არის რწმენა და მოქმედება. წერია ძვირფასებო, რომ სახში შესულს უკვე იესო რომ სახში შევიდა, მე არ ვიცი ეს ორი ბრმა ადამიანი როგორ მიხვებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ბრმა ადამიანებისთვის, დღეს უსინათლო ადამიანებისთვის არის მთელი სერვისები მოწყობილი. რომ როგორ გაიკულიონ გზა, როგორ მივიდნენ რომ არ დაიკარგონ, როგორ მიხვებოდა ეს ორი ბრმა და სახში შესულს რო შეხვდნენ, მე არ ვიცი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის მათი მცდელობა, მნიშვნელოვანი არის მათი ძვირფასებო, აი ეს მდგრადობა რომ მიხვებიან, ყვირიან, პასუხი არ არის და სახში შესულსაც კი მიადგნენ. და მაშინ იესომ უთხრა, გწამთ რომ ამის გაკეთება ძალმიც? იესო დღეს გეუბნება, გწამს რომ ამის გაკეთება შემიძლია?
იესო დღეს ყოველ ჩვენთაგან უსმევს კითხვას გწამ სამისი და გჯერა? იმიტომ რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება რწმენაზე არის საწყობილი. მათ უთხრეს, ხო უფალო. მაშინ იესო შეეხო და განკურნა ეს ადამიანები. რა თქმა უნდა ეს ტექსტი არის იესოს თამდევის სასწაულების ერთ-ერთი მომენტი და ეს ერთადერთი არ იყო. წარმოვიდგინოთ, ორი ადამიანი სიბნელეში. უსინათლოება ეს სიბრმავე, ეს სიბნელე არის. ადამიანის სიბნელეში დადის, ადამიანი ვერ აღიქოს რა ხდება მის გარშემო, ვერ ხედავს ფერებს, ვერ ხედავს რა ხდება მის წინ, მხოლოდ ესმის და გრძნობს ამ ყველაფერს. მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ეს ორი ბრმა ფაქტიურად უფრო მკაფიოდ ხედავდა იესო ქრისტეს პიროვნებას ვიდრე თვალხილული ადამიანები. ამენ. რწმენა სიბნელეშიც ხედავს ზრფასება. ადამიანები რომლებიც თვალხილული იყვნენ, რაც მათ ვერ დაინახეს თვალხილულმა ადამიანებმა, ფარისევლებმა, მწიგნობრებმა, მღვდელმთავრებმა და კიდევ სხვებმა, რომლებიც იესოს უყურებდნენ თვალებ ახელილები, ხედავდნენ მის სასწაულებს, ამ ბრმებს ესმოდათ მისი სასწაულები. მაგრამ ეს ბრმები უფრო თვალხილულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ფიზიკურად თვალხილული ადამიანები. რწმენა სიბნელეშიც ხედავს. რწმენა ისეთი რამე არის, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს შენ ცხოვრებაში, როგორი სიბნელეც არ უნდა იყოს, როგორი სიტუაციებიც არ უნდა იყოს, რწმენა იესოს ხედავს. რწმენა იესო ქრისტეს სიტყვას უყურებს. რწმენა იმ სიბნელეშიც ხედავს და გამოსავალს პოულობს. ღმერთს დიდება ამისთვის. შემდეგში ხედავთ, რომ მინდა ერთი ქადაგებლის სიტყვა მოვიშველიო. იყო ცნობილი ქადაგებელი ბევრმა იცის სპერჯენი. მან ასეთი შედარება გააკეთა ერთხელ რწმენაზე. რწმენა არის როგორც თვალი. და რას ამბობს და რისი თქმა უნდა ამით სპერჯენს ვფასებო რომ ჩვენი ხედველობის თვალის მეშვეობითო ჩვენ სულში მაგალითად როდესაც შეხედავ ზევს, თვარეს, ვარსკვლავებს, ხო? ეს მხედველობა ჩვენ ვხედავთ თვალით აღვიქვავთ, მაგრამ მარტო თვალის მიღმა ხო არ რჩება. ამას ჩვენი არსება აღიქვავს. ეს შემოდის შეიძლება თქვა ჩვენ შვინვაში, ჩვენ შინაგანში და ჩვენ აღვიქვავთ ამ ყველაფერს, შემოძრფასება და მან შეადარა რწმენა თვალივით არის, რომელი თვალი ზრფასებო ხედავს და სპერჯენი ხშირად იყენებდა ესეთ ხელშეხედებულ მომენტებს, რწმენა როგორც თვალი, რწმენა როგორც ხელი და ასე შემდეგ. და აქ ზრფასებო ხედავთ რომ აი ამ ანალოგიაში ზრფასებო ამბობს ასეთ სიტყვას და მინდა მანამდე წავიკითხო ებრაელთა 4-ის მეორე, რომელსაც ეყრდებოდა რომ მოსმენილ სიტყვასო ამბობდა ერთ კატეგორიაზე, სარგებელი არ მოუტანია მათთვის, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა. ისეთ რა არის? შეიძლება ყურით მოისმინო სიტყვა, მაგრამ სარგებელი არ მოიტანოს შენ ცხოვრებაში. ბრმებმა მოისმინეს, მაგრამ თუნდაც ისინი ბრმები იყვნენ, მათ თვალებით დაინახეს რწმენით ის, რაც სინამდვილეში იყო და მიიღეს რწმენით. დევიზურფასება ზოგიერთი შეიძლება ყურით ისმენს, მაგრამ სარგებელი არ მოაქვს მოსმენილს ერთი მიზეზის გამო. იმიტომ რომ წერია არ მოუტანია მათთვის სარგებელი, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა. გინდა სარგებელი მოიტანოს ღმერთის სიტყვა შენ ცხოვრებაში, ყურადღებით მოისმინე მაშინ რასაც ვლაპარაკობთ. ის უნდა შეერწყას მოსმენილის სიტყვა შენ რწმენას. მე იმიტომ არ ვლაპარაკობ ეხლა, რომ ეს როლი მაკისრია ეხლა და უნდა ვილაპარაკო და როგორღაც 2 საათი უნდა გავატაროთ აქ. არა ზურფასება. ჩემი აქ ქადაგების მიზანი არის, რომ ღვთის სიტყვა, რომელსაც მე ვლაპარაკობ აი ამ წუთებში მეც ვისწავლო და თქვენც ისწავლოთ. რომ ამან რეალური შედეგი მოიტანოს ჩვენ ცხოვრებაში. რამდენჯერ არის როცა შემსახურებაზე ზიხარ, მაგრამ ფიქრებით სხვაგან ახარ. განწყობით სხვაგან ახარ. მოტივებით სხვაგან ახარ. მინდა გითხრათ, შემოძრფასას ველოდადება, დღეს ჩვენ ღვთის წინაშე ვართ მოსულები. ღმერთთან თამაში არ შეიძლება. ჩვენ ღვთის ოჯახში ვიმყოფებით დღევანდელ დღეს, ზრფასება. შეიძლება ყველაფერი არ მოგწონდეს. შეიძლება ყველაფერი ჩვენთვის მოსაწონი არ იყოს. ხანდახან როდესაც უსმენ ადამიანებს, აი ეს არ მომწონს, ესე უნდა იყოს, მე შემეკითხეთ, მე რა მომწონს და რა არ მომწონს. უფრო მეც გეტყვით, რაც არ მომწონს ვიდრე თქვენ. უფრო მეც გეტყვით, როგორ უნდა იყოს და როგორ არ არის. მაგრამ შემოძრფასება, ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ უფალი ჩვენი მამაა. ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ჩვენ ოჯახი ვართ, რომ ჩვენ ეკლესია ვართ, რომ ჩვენ ქრისტეს სხეული ვართ. ამიტომ ჩემთვის მე ერთი რამე გადავწყვიტე წლების განმავლობაში, თუ რამე შემიძლია შევიტანო
ორიოდე ლეპტას ღვთის საქმეში თუ რამე შემიძლია გავაკეთო იმისთვის რომ უკეთესი იყოს ეკლესია უკეთესები ვიყოთ უკეთესი გარემო შევქმნათ მე ღმერთს მივეცი პირობა რომ ყოველთვის გავაკეთებ იმას კი არ ვილაპარაკებ კი არ გავაკრიტიკებ გავაკეთებ რაც გასაკეთებელია რაც შესაძლებლობაში შედის იმასე ვილაპარაკებ იმას გავაკეთებ ყველა მოდი შევიტანოთ თითო ლეპტა ძურფასებო საერთო შენებლობაში კი არ უნდა ვაკრიტიკოთ ჩვენ ერთმანეთი ჩვენ უნდა ერთმანეთის გვერდში ვიდგეთ ერთმანეთს ხარში უნდა ვიდგეთ მე შემეკითხეთ ახლა იმდენი რამე შეგიძლია ჩამოგითვალო მწყებსო მაშინ როგორღა ძლებ როგორღა ხარ ჩამოძრფასება ჩვენ ადამიანები ვართ ხო არ გვავიწყდება რომ ადამიანები ვართ ღმერთს არ ავიწყდება რომ ადამიანები ვართ ღმერთმა იცის რომ მიწის ტვრისაგან ავართ შექმნილები მაგრამ ხანდახან ჩვენ ძრფასებო გვავიწყდება ვინა ვართ გვავიწყდება რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და მოთხოვნილებები ზებუნებრივი გვაქვს დიახ გვექნება ზებუნებრივი მოთხოვნილებები მაგრამ ჩავურმავდეთ წმინდა წერილს ჩვენ უნდა მივყვეთ უფალს და ვაკეთოთ ის საკეთებელი რაც ჩვენს ხელში არის ერთი თემა მაქვს რომელიც არ მიხადაგე ერთი კაცის საკეთებელი საქმეა და როცა ამ თემაზე შევფიქრდი უბრალოდ ჩემთვის რომ აი ერთი კაცი ვარ ეხლა მე დღეს ეკლესიის მწყემსი ვარ მე ეკლესიაში რომ მოვდივარ საქმე უამრავი არის მაგრამ ჩემ თავს კითხვა დავუსვი მე რომ ვიყო უბრალოდ რიგითი ეკლესიის წევრი აი რანაირად ვიპოვიდი შემსახურებას რას გავაკეთებდი მაშინ და ისეთ რა მე გამახსენდა ის დრო როდესაც რიგითი ეკლესიის წევრი ვიყავი და როდესაც მოვდიოდი ეკლესიაში ჩემ გასაკეთებულ საქმეს ყოველთვის პოულობდი ყოველთვის იყო საქმე რომელიც შემეძლო მე მეკეთებინა არ მიფიქრია რომ ეს საქმე არ შემფერის დღეს ადამიანები მოდიან და მე მინდა უფლის საქმე ვაკეთო და ისეთა თუ უფლის საქმე გინდა აკეთო უფლის საქმე არის გასაკეთებელი მაგრამ შეიძლება არ მიიჩნიო შესაფერისად ეს ჩემი საქმე არ არის ეს ჩემი მოწოდება არ არის ისეთა ბევრი ისეთი საქმე მიკეთებია რაც ჩემი მოწოდება საერთოდ არ არის ბევრი ისეთი რაღაც გამიკეთები არ მინდა ხმამაღლა ლაპარაკი რაც შეიძლება ჩემს მოვალეობაშიც წყალებში ფიზიკურად არ შედის მაგრამ ისეთ რა თუ უფლის საქმე და უფლის სახში საკეთებელია და მე ვხედავ რომ შემიძლია იმ საქმის გაკეთება ბიბლია ამბობს თუ იცი თუ შეგიძლია მაგრამ არ გააკეთებ ეს სოდოა შენთვის ამიტომ მოდი ვაკეთოთ უფლის საკეთებელი რაც არ უნდა იყოს გვერდზე რო გაივლი ღმერთის ოჯახში და ქაღალდია დაგდებული აიღე და ჩააგდე ურნაში შეიძლება თქვა ეს რა მოწოდება არ ჭირდება ამას შენ სახში ხომ მოიქცეოდი ასე ეს უფლის სახლი არის როგორც შენთან მოიქცეოდი უფრო უკეთესად მოიქეცი უფლის სახში იმიტომ რომ უფლის სახლი იმსახურებს ამას უფლის სახში უამრავი საკეთებელი საქმე არის სულიერი ფიზიკური თუ როგორც გინდა იყავი ერთგული ადამიანი ღმერთი ერთგულ ადამიანებს ეძებს რფასებო არა ნიჭიერ ადამიანებს ეძებს ღმერთი ერთგულ ადამიანებს ეძებს ღმერთი ამინ კარგი ზრფასებო დაუბრუნდეთ ისევ აი ამ ანალოგს რომელზეც სპერჯენი ლაპარაკობდა ზრფასებო როცა ჩვენ შევხედავთ წეღამდელი მაგალითი მინდა მოვიყვანო მზეს მთვარეს ზრფასებო და ამას ჩვენ აღვიქვავთ ჩვენ სულში გადმოდის ჩვენ შინაგანში გადმოდის ეს მარტო თვალი ხომ არ ხედავს ამას მინდა გითხრათ ზრფასებო თვალი კი არა ქმნის ამ მზეს კარგად მომისმენთ ახლა ისე თქვა მინდა როცა ჩვენ უყურებთ იმ მზეს და მთვარეს და ვარსკვლავებს თვალი კი არ ქმნის იმას ის უკვე არსებობს თვალი უბრალოდ ხედავს და ჩვენ შინაგანში გადმოაქვს აღქმა გვაქვს ფერებს როდესაც უყურებთ როცა ეს ყველაფერი ჩვენ შინაგანში გადმოდის აღვიქვავთ მას და შავთეთრად არ ხედავთ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენი თვალი ქმნის ამ ყველაფერს ის უკვე შექმნილია თვალი იმისთვის არის რომ დაინახო აღიქვა და გადმოიტანო შენ შინაგანში რწმენა თვალს არის შედარებული ამიტომ შემოძრფასებაა როგორც უკვე აღნიშნე თვალი თუ არ ქმნის მზეს და ვარსკვლავებს ისინი უკვე არსებობენ თვალი უბრალოდ მაცინათრეს ხედავს და გადმოაქვს შინაგანში ასევე მინდა გითხრათ რომ ასევე არის რწმენაც რწმენა კი არ ქმნის აღთქმებს და ღმერთის დაპირებებს ის უკვე არსებობს მინდა მარტივი რაღაცები გითხრათ ახლა მაგალითად ავიღოთ ქრისტეა გადამრჩენელი ყველას გუჯერა ქრისტეა ცოდვების გამომსყიდველი ქრისტე არის მკურნალი ზრფასებო ქრისტე სისხლია ჩვენი გამწმენდელი გუჯერა ამ უბრალო ჭეშმარიტებების ეს ჭეშმარიტებები ჩვენ რწმენას არ შეუქმნია ეს ჭეშმარიტებები უკვე არსებობს ეს ჭეშმარიტებები ღვთისგან დაფუძნებული არის
ამას ჩვენი რწმენა არ ქმნის, რომ ჩვენ თქვათ ახლა რომ აი ჩვენი რწმენას ხანდახან ისეთ რა ვაღმერთებთ ჩვენ, როცა ღმერთი არის. რწმენა უბრალოდ ნდობა ჩემო ზურფასებო. რწმენა ისეთი რამეა, უბრალოდ უნდა გამოვხატოთ, ხანდახან რწმენა რაღაცა ზებუნებრივი გონია. რწმენა ძალიან უბრალო რამე არის. რამდენი ადამიანებისთვის დაგვიმსხვრევია რწმენა? როცა ადამიანი გამოდის, ლაპარაკობს სასწაულთ მოქმედებაზე, მოუწოდებს ადამიანებს, ილოც ადამიანებისთვის არაფერი არ მოხდა იქ. მე მქონდა ეს შემთხვევა, სხვებზე არ ვლაპარაკობ მარტო, მაგრამ ამ შეცდომას ვხედავ სხვებშიც. და რამდენჯერ გვითქვია, შენ რწმენა არ აყოფნის. შენ ურწმუნო ხარ ახლა. იმ ადამიანს, იმ საწოდავ ავამტყოფ ადამიანს კიდე ის უნდა და რომ კიდე ერთი მსჯავრი დავადოთ, ურწმუნოც ყოფილ ხარ. რატო არ გვინდა პასუხისგებლობის აღება ზურფასებო? ჩვენ ადამიანებს სწორად უნდა ვასწავლოთ. ყოველთვის ურწმუნოების ბრალი არ არის. ხანდახან ჩვენ რწმენას ვაფეთიშებთ და ვამბობთ რომ რწმენა და ადამიანებს ვეღარ გაუგია რაღა არის ეს რწმენა. თითქოს ყველაფრის ჯერა. ბიბლიის მჯერა. გჯერა რომ უფალი გაკურნავს მჯერა, მაგრამ ვილოცეთ და არაფერი არ მოხდა. და მერე მქადაგებელი შენ რწმენა არ აყოფნის. წავიდა სულიერად დათქმული ადამიანი რწმენა არ ყოფნის. ჩემო ზურფასებო, ეს ჭეშმარიტებები დადგენილი არის. იესო რომ კურნალი არის, შენ გჯერა თუ არ გჯერა, იესო მაინც კურნალია. იესო რომ სოდომის გამომსყიდველია, შენ გჯერა თუ არ გჯერა, იესო არის სოდომის გამომსყიდველი. იესო გამწმენდელია შენი სოდომისა. შენ გჯერა ამისი თუ არ გჯერა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჭეშმარიტებები დადგენილი არის უკვე. უბრალოდ თვალი სულიერი უნდა შეხედო ამ ჭეშმარიტებებს და ეს ჭეშმარიტებები გადმოიტანო და მიიღო შენ შინაგანში. ამენ. ღმერთს დიდება და მადლობა. აი ეს ორი ადამიანი ზურფასებო, რომელიც თვალით ვერ ხედავდა, მაგრამ რწმენის თვალით დაინახეს. იესო მკურნარი, მიყვებიან უკან და ყვირიან, იესო დავითის ზეო შეგვიწყალე. პასუხი არ არის, მაინც მიყვებიან, სახში შეყვნენ. და იესო უთხრა, გჯერათ, გწამთ, კი უფალო. გჯერათ რომ ეს ზალმიც, გჯერა უფალო. და მან გამოავლინა თავისი მადლი და ძალა. ღმერთს დიდება ამისთვის. რწმენა უბრალოდ ხედავს და იღებს ამ ჭეშმარიტებებს გულში. წარმოიდგინე შენ. მოდი ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ, რომ შენ მე მომეცი ჩეკი. ან მე მოგცემ მენანება რომ მოგცეთ, ადამიანები ხო ესეთი ვართ, მიღება უფრო გვინდა. მაგრამ წარმოვიდგინეთ რომ მოგცეს 500,000 ლარის ან 100,000 ლარის ჩეკი. გამოგიწერეს და გითხრეს რომ ეს შენია. შემოძროფასებო. ის სარიელი ქაღალდია, სანამ ბანკში არ წახვალ და არ გაანაღდებ. ესმის? მე მინდა გითხრათ რომ მოდი შედარება გავაკეთოთ. თუ არ მიიღებ და არ აიღებ, ის შენი არ გახდება. არა და ის ხელში გიჭირავს. ის შენია. მე გამოგიწერე შენ, რომ აი ამდენი თანხა შეგიძლია წახვიდე და აიღო, მე ჩემი ანგარიშიდან გაძლევ შენ. ის შენია. მაგრამ შეიძლება თქვა, ხო არ მატყუებს. ეხლა მართლა ჩემი, ეს ხო ფული არ არის, ეს ხო ხაღალდი არის. თუ შენ არ დაიჯერებ ამას და არ წახვალ ბანკში და არ გაანაღდებ, არ მიიღებ მას, შემოზრფასო ადამიანო. რწმენა არის აი ამ შემთხვევაში რა, ბანკში წასვლა. და მიიღება იმ თანხისა, რომელიც იქ აქვს იმ ქვითარში გამოწერილი. ეს არის რწმენა. რწმენა ის კი არ არის, რა გიჭირავს ხელში, რწმენა ის არის, რაც გააკეთებ შემდგომში. თუ არ წახვალ ბანკში და არ გაანაღდებ, დაგჭირება სარიელი ქაღალდი. მაგრამ თუ წახვალ და გაანაღდებ, შენ მიიღებ იმ თანხას. რა გინდა დღეს ზურფასო ადამიანო? უბრალოდ ხელში ქვითარი გეჭიროს თუ თანხა. როგორ გირჩევლიათ? იესო მკურნალია. რა გინდათ უბრალოდ სახარებაში ფურცელზე ეწეროს თუ ის მართლა მკურნალია. თუ შენ გინდა რომ მიიღო განკურნება. იესო სოდომის გამომსყიდველი არის. იესო პატიებელი არის. თუ შენ ამ ყველაფერს არ მიიღებ შენ და მოქმედებაში არ მოიყვან. გეჭიროს ხელში, გჯეროდეს ასე, სიტყვით. მაგრამ რწმენა ეს არის ზურფასებო,
დაყრდნობა, ჩვენ და მივეყრდნოთ უფალს. იმიტომ რომ როგორც ებრაელთა 4:2-ში წავიკითხე, მათაცო როგორც ჩვენ ისე ეკადაგად სახარება, მაგრამ მოსმენილის სიტყვა ძვირფასებო არ გამოადგათ მათ. რატომ? ერთი მიზეზის გამო. რადგან არ იყო შერწყმული მსმენელთა რწმენასთან. ღმერთმა ისრაელს გამოუცხადა ქანაანი თქვენია. მაგრამ ფაქტიურად ხედავთ ჩვენ რა შედეგი იყო? იგივე არის რომ ქადაგება მოისმინა ადამიანმა. ღმერთმა უთხრა ათქმული ქვეყანა თქვენია. მაგრამ შედეგი ხედავთ ძვირფასებო რომ მათი საქმეები სხვა რაღაცას ლაპარაკობდა. მათი საქმეები ლაპარაკობდნენ იმას რომ ამ ადამიანების რწმენა და ღმერთის ნათქვამის სიტყვა არ იყო შერწყმული ერთმანეთთან. ამიტომ იყო უდაბნოში. ხეტიალის დროს მოციქული პავლე აღნიშნავს რომ მრავალი მათგანი გაწყდა და რა მიზეზების გამო გაწყდა. ზოგი წუწუნებდა, ზოგმა კერფაყვანისევლობა დაიწყო. გზა 40 წელი გასავლელი გზა იყო და იმ 40 წლის განმავლობაში ყველამ ვერ გაუძლო. მათ შეხვდათ პრობლემები. წყალი არ იყო და წუწუნი დაიწყეს. მან ერთი და იგივე საჭმელი მობეზდათ და გახსენება დაიწყეს, რა კარგი იყო ეგვიპტეში. კერფთაყვანისევლობა დაიწყეს, იმიტომ რომ ცოცხალ ღმერთთან პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ. და ამის გამო გაწყდა ხალხი უდაბნოში. ჩემო ზურფასო ძმებოდადებო, მე არ ვიცი ახლა ვირამდენი წლის მორწმუნე ხართ. მე ასე მგონია რომ ამ ეკლესიაში ყველაზე ძველი მორწმუნე უკვე მე ვარ. შეიძლება იყვნენ თითოეულა, რომლებიც იმ პერიოდში მოვიდნენ, როცა მე მოვედი. უკვე ის თაობებია, ის ადამიანები წავიდნენ, ვინც ჩემამდე იყო ეკლესიაში. და მინდა გითხრათ, რომ 45 წელია მსახურებაში ვარ და ეკლესიაში ვარ. ეკლესია არ შემიცვლია. ამ ეკლესიის მწყემსი ვარ 45 წლის განმავლობაში. ვქადაგებთ, ვაფართოებთ საზღვრებს, ეკლესიებს ვაყალიბებთ რაიონებში. მაგრამ ძვირფასებო, ეს 45 წელი მარტო კათედრასთან კი არა გატარებული მაგ ადამიანებთან, მათ პირად საჭიროებებში, მათ პირად საუბრებში, რამდენიმე 1000 კაცთან პირადად ამაქვს ნასაუბრები. და მინდა გითხრათ ძვირფასებო, ბევრი ადამიანის მდგომარეობა მინახია. ადამიანები დადიან წლების განმავლობაში, რაღაცებს უარს ამბობენ. შემდეგ გადის დრო, იღლებიან. რაღაცებს უშვებენ თავიანთ ცხოვრებაში. და ისეთ რა არის რომ დღეს რო შეხედავ, ოდესღაც ანთებული და სიმციმებული თვალები ჩამქრალია. რა მოხდა ძვირფასო ადამიანო, ქრისტე შეიცვალა? შეიძლება ჩვენ შევიცვალოთ. შეიძლება გარემოებები შეიცვალოს ჩვენს ირგვლივ. მაგრამ მე როგორც წეღან თქვი, თავის დროზე მივიღე გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იყოს. იესოა ჩემი უფალი. რაც არ უნდა შემხვდეს, იესოა ჩემი უფალი. ვინც არ უნდა გამანაწყენოს, იესოა ჩემი უფალი. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ რატო არ დადიხარ ეკლესიაში? ვიღაცაზე განაწყენებული არის. ვიღაცა მაწყენინა. ჩემო ზურფასო ადამიანოა, შენ ქრისტესთან გაქვს საქმე და როგორ შეიძლება? უბრალოდ დაფიქრდი. ადამიანის გულისთვის მე ეკლესიაში არ მივიდე. ადამიანის გულისთვის მე ქრისტე მყავს. თუ ქრისტე გყავს, ქრისტე პატიებაზე გველაპარაკება. თუ ქრისტე გყავს, ქრისტე გველაპარაკება ჩვენ სიყვარულზე, ურთიერთობებზე, დათმობაზე, პატიებაზე. ბევრ რაღაცაზე გველაპარაკება უფალი. ამიტომ ნუ ავსდებით გზას, ყოველთვის თუ ღვთის წინაშე სიარული გინდა, დაფიქრდი. აწონდაწონე, სულიერი თვალებით შეხედე ყველაფერს. ჯოხს ნუ გადატეხავ მაინც და მაინც რაღაც სიტუაციაზე ან სხვაზე. უფალი, თუ მე გამანაწყენეთ თქვენ, ამდენჯერ გამონაწყენები ვარ ეკლესიაში ადამიანებს, იმდენჯერ ეკლესიიდან გაგვცეული ყავი, სად ვიქნებოდი ახლა? როცა მივალ უფალთან, იესო არ მეტყვის მე. აი ომარიმ რომ აწყენინა ახლა უფალო, იმიტომ აღარ მივედი ეკლესიაში. არის არგუმენტი გამომართლებელი? არც ერთ შემთხვევაში. ეს გამომართლებელი არგუმენტი არ არის. გამომართლებელი არგუმენტი არასდროს არ არის, რატომ მცილდება ადამიანი ღმერთს. გამომართლებელი არგუმენტი არ არსებობს ადამიანისთვის, როცა ის წოდავს. ჩვენ გვინდა ხოლმე ხანდახან სახელების შეუცვალოთ მოვლენებს. ხანდახან გვინდა რომ გავძროთ გვერდზე და იოლი გზები მოვძებლოთ ჩვენ ცხოვრებაში. იარე უფლის წინაშე. და იყავი უმწიკვლა.
მიენდე უფალს, უფალი უფალია. ადამიანი არის. უფალია. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში. ბავშვს ერთი ძველი მორწმუნე ამბობდა, ჯოხითაც რომ ცემოთო მაინც არ წავალ ეკლესიიდანო. ჯოხით ვინც ცემდა, მაგრამ მაგალითი მოიყვანა, ისე შეიყვარა უფალი. მოდი შევიყვაროთ უფალი. თუ გინდა შენ ცხოვრებაში ღვთისახმები მოქმედებდეს იესო პირველ ადგილზე, მისი სიტყვა პირველ ადგილზე იყავი უმციკლო, ნუ იქნები ორპირი ადამიანი. ნუ იქნები ადამიანი გაყოფილი გულით. ნუ იქნები ადამიანი, რომელიც გარეგნულად ატარებს ერთ სახეს. შენი შინაგანი და გარეგანი უნდა მოდიოდეს თანხვედრაში. ამინ. კარგად დაფიქრდეთ ზრუფასებო, რასაც ვამბობ. შენი შინაგანი და გარეგანი უნდა მოდიოდეს თანხვედრაში. ეს არის მთლიანი ადამიანი. თუ შენ შინაგანად სხვა ხარ და გარეგნულად სხვა, გაყოფილი ადამიანი ხარ შენ. ღმერთს უნდა მთლიანი გულის ადამიანები. უფალი ამბობს, თუ ასეთი იქნები, მე დავდებ შენთან აღთქმას. ამინ. შემდეგში ზრუფასებო, როგორც ისრაელს დაემართა უდაბნოში, მათ მოისმინეს, მაგრამ მოსმენილი სიტყვა არ იყო თანხვედრაში მათ რწმენასთან და არ შევიდნენ იმ სიმშვიდეში, რომელიც უფალმა მისცა მათ. ის თაობა უდაბნოში დაეცა, ახალი თაობა შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. ამიტომ ზრუფასებო, სპერჯერის ინტერპრეტაცია აი ამ მუხლის შესახებ ასეთი არის. სმენა არისო როგორც ღია თვალი, მაგრამ ვერ ხედავს. უსინათლო ადამიანებს ღია თვალები აქვთ, დახუჭული თვალები არ აქვთ. ღია თვალი, მაგრამ ვერ ხედავს. მარტო სმენა ამას შეადარა, ღია თვალი, რომელიც ვერ ხედავს. მაგრამ რწმენა არისო თვალი, რომელიც ჭეშმარიტად ხედავს და სიტყვას გულს გადასცემს. რწმენა ეს ჭეშმარიტი თვალი არის. ამ ბრმებს ჭეშმარიტი თვალი ჰქონდათ. მათ დაინახეს. მათ მიიღეს და ისინი გაყვნენ იესოს. ჰალელუია. რა ხდება, როდესაც რწმენა უკავშირდება სიტყვას? მოდი ორი მდგომარეობა ავიღოთ. პირველი მდგომარეობა, უბრალოდ მოისმინე. უბრალოდ გესმის ღმერთის სიტყვა. რა ხდება უბრალოდ მოსმენის დროს? თვალი ღიაა, მაგრამ ვერ იყურება. ვერ ხედავ. თვალი ღია გაქვს, მაგრამ ვერ ხედავ, მახარ. ბუნებრივია, რომ სიტყვა გაივლის, აი ახლა მოისმენ სიტყვას, თუ რწმენით არ მიიღებ, სიტყვა გაივლის და არანაირი ცვლილება შენში არ მოვა. განკურნება გინდა, სიტყვა უნდა მიიღო. განწმენდა გინდა, სიტყვა უნდა მიიღო. პატიება გინდა, სიტყვა უნდა მიიღო. სიტყვა აკეთებს ჩვენ ცხოვრებაში ამ ყველაფერს, რომელიც რწმენით უნდა ჩაითესო გულში. რწმენით, რომ ეს შესასრულებელი სიტყვა არის. რწმენის ერთ მაგალითს ადრეს მომიყვანია. რწმენა ეს არის დაყრდნობა. პურიტანელები ასე განმარტავდნენ რწმენას, დაყრდნობა, მინდობა. ესეთი რას ნიშნავს თვითონ სიტყვის მნიშვნელობა, როცა მთელი ძალით დაეყრდნობი რაღაცას. ეს იმას ნიშნავს, რფასებო. მე ახლა მჯერა. ადრე შუშის კათედრა გვედგა გახსოვთ? თავამად ვერ ვამბობდი ხოლმე, იმიტომ რომ ეჭვი მეპარებოდა და დაიშალა ის კათედრა. შუშისა იყო, მაგრამ აი ეს ისე მყარი არის, რომ მე მჯერა, ჩემი წონა, მე რომ დავეყრდნობი მას მთლიანად, მას გაუძლებს ეს კათედრა. ნახეთ, მე ვეყრდნობი მას. ეს უბრალოდ ნდობა არის. მე მჯერა მივედე მას, აი მთელი სიბძივით ვარ დაყრდნობილი. და მჯერა რომ ეს კათედრა არ წაიქცევა. ღმერთის სიტყვას უნდა დავეყრდნოთ. უნდა მივენდოთ ღმერთის სიტყვას. ამინ. შემოძრფასაც ველოდებო. თუ ღმერთის სიტყვას არ ვენდობთ ჩვენ, მაშინ არაფერი არ მოხდება ჩვენ ცხოვრებაში. თუ ღმერთის სიტყვა იქადაგება დღეს ამ ადგილზე და შენ მაინც შენი ინტერპრეტაცია გექნება, ეს კი ამბობს ასე, მაგრამ რა ვიცი, ასე არის? კი ლაპარაკობენ განკურნებაზე, მაგრამ ხო, ვიღაც განიკურნა, მაგრამ ჩემთვის ასე არის? კი არის ლაპარაკი პატიებაზე, მაგრამ როგორ ვაპატიო, როცა ასეთი რაღაცა დამიშავა და უამრავი რამ შეიძლება მოუძებნოთ. შენ ღმერთის სიტყვას მიენდე ყოველთვის. მიენდე ღმერთის სიტყვას. ერთი ადგილი არის, რომ
თუ ჩემს ნება შეასრულებო ფსალმუნში წერია უფალი ამბობს რომ მტერსაც კი შეგირიგებო. ნახეთ როგორი აღთქმა არის? თუ მის სიტყვას მიყვები მტერსაც შეგირიგებს. მტერი გიყავს, მაგრამ უფალი ამბობს ჩემს სიტყვას თუ გაყვები, ისეთ სიტუაციებს ქმნის უფალი ხშირად რომ მტერიც კი მოყვარად გიხდება. ამას ნდობა ჭირდება. თუ შენ ანგარიშის სწორებას დაუწყებ ყველას, ეს არ მოვა შენ ცხოვრებაში, მაგრამ უნდა მიენდო ღმერთს, ღმერთს დიდება. მეორე ანალოგია ასეთია, რწმენით მოსმენა. რას ნიშნავს ეს ზრფასებო? თვალი ხედავს, რწმენის თვალი ხედავს და გადასცემს აი ამ გამოსახულებას შინაგანს. ასეთ დროს ზრფასებო სიტყვა ცოცხლდება და ხდება ძალაუფლების მომცემი ჩვენ ცხოვრებაში. ჰალელუია. დღეს როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი? პრაქტიკულად ჩვენ დღევანდელ დღეს ზრფასებო. ჩვენ უნდა პირველ რიგში ბიბლია უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც არა უბრალოდ სერიალი ისტორია. წაიკითხავ ბიბლიას ერთხელ თავიდან ბოლომდე და თუ წაიკითხავ როგორც სერიალი ისტორიას, მეორედ აღარ მოგინდება მის საკითხვა. ახალი რაღა უნდა წაიკითხო. მაგრამ თუ ბიბლიას კითხულობ აი ამ გაგებით, რას ნიშნავს ეს პირადად ჩემთვის? ღმერთს ახლა ისტორიების მოყოლა უნდა და ჩვენთვის? ბავშვებს რო უყვებით ხოლმე ძილის წინ, აბა ზღაპარი მომიყევი და მშობელი უყვება რაღაცას და ბავშვი მოდუნდება და ჩაეძინება. მშობელი ადგება, უკვე მოყოლეობა მოიხადა. ჩვენ ღმერთი ძირის პირულს არ გვიკითხავს. ჩვენ როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, ეს არ არის სერიალი ისტორიები. ეს არის შეშმარიტებებით გაჯერებული ისტორიები. სადაც ღმერთი რაღაცას გვაჩვენებს. ღმერთი ნებისმიერ ისტორიაში რაღაცას გვასწავლის, რაღაცაზე მიგვითითებს. ერთ-ერთი ფორმა გახსოვთ სკოლაშიც იყო იგავარაკები. რა იყო იგავარაკების მიზანი, რომ აი ამ უბრალო რაღაცეებით, რაღაც ჭეშმარიტებები ჩათესილიყო. ამას ქრისტეც იყენებდა, იგავებით ელაპარაკებოდა. თესველის შესახებ იცოდნენ მათ. მევენახის შესახებ იცოდა ისრაელმა. და იცით რა, როცა იესო ამას ლაპარაკობდა, ისინი გებულობდნენ, რაზე იყო აქ ლაპარაკი. მევენახეობას ხო არ ასწავლიდა იესო. იესო ასწავლიდა იქიდან რაღაცას, რაც უნდა მიეღოთ. ამიტომ როდესაც კითხულობ ბიბლიას, ყოველთვის, ყოველი თავის საკითხვის შემდეგ შენ თავს დაუსვი კითხვა, რას ნიშნავს ეს პირადად ჩემთვის? და რწმენი თუ პასუხე, დიახ, ეს ჩემთვის არის. ეს ჩემთვის არის უფალო, დიდება შენ, ჰალელუია. წაიკითხე ისტორია და იმ ისტორიაში როცა აღმოაჩენ, მაგალითად დავითის შეცდომა აღმოაჩინე, თუ ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფები, თქვი უფალო ეს ჩემთვის არის. თუ შენ რაღაცა გაფრთხილებას გაძლევს უფალი იქიდან, ჩემთვის არის უფალო, ღმერთს დიდება. როცა განკურნებაზე კითხულობ, ეს შენთვის არის. მე მინდა ყველა ადამიანს უთხრა, ვინც რაიმე ავადმყოფობით იტანჯებით დღეს, როცა განკურნებაზე კითხულობ და როცა კითხულობ ესაიაში, რომ მისი ჭრილობები ჩვენ განვიკურნენით, თქვი ეს ჩემთვის არის. ეს ჩემია. ღვთის ძალა ეს ჩემია. ამინ? თუ შენ ლოცულობ, ხანდახან არის ხოლმე. თუ შენინებაა უფალო. ეს დახუჭულ თვალს აგავს. ერთხელ კვირის სახურების შემდეგ ჩემი გული განაწყო უფალმა და ერთ-ერთ ოჯახში მივედი, სადაც შველი და ავადმყოფობდა. სწორი ნაწლავი ჩაკეტილი ჰქონდა, სიფსივრე ჰქონდა, აღარ ჭამდა, ვეღარ ინელებდა. რომ მივედი, ველაპარაკ ერწმენაზე. ვისაუბრეთ და იცით რა არის, აი თვალები აუციმციმდა. ვილოცეთ შემდეგ და სწორი ნაწლავი გაიხსნა. იცით რა იყო? პროცესი გამოჯანმრთელებისა დაიწყო. და როცა გამოვდიოდი, დედამისი უვლიდა და სიტყვა მქონდა, რომელიც არ შევასრულე და ვინანე შემდეგ. რატომ მიხვდებით ახლა? სიტყვა მქონდა, რომ დედამისს მეთქვა, არც ერთი ბორწმული არ მიუშვა ამასთან. სანახავად. როგორი სათქმელია რა? თუ ბორწმული არ მივიდო, ბაბეღა უნდა ნახოს. არ თქვი.
რა მოხდა იმის შემდეგ? ერთ-ერთი ბორწმუნე მივიდა. აი დაო შენ უნდა მოინანიო ეხლა. არის ღმერთის ნება შენი განკურნება? იქნება ღმერთს არ უნდა რომ განიკურნო, იქნება ღმერთს უნდა რომ მოინანიო და უფალთან წახვიდე და ვითომ სულიერი რაღაცეებით რწმენა დაანგრია მასში და ის ქალი გარდაიცვალა. ვინანე მეთქი ღმერთო, რაც არ უნდა ეფიქროთ ნეტა მეთქვა. თუ შენ ავად ხარ, ნუ იტყვი რომ შენი ნება თუ არის, სახარება პირდაპირ ლაპარაკობს განკურნებაზე. ეს შენია. ვინც ავადმყოფობით გარდაიცვლება, ჯოჯოხეთში არ მიდის, ის გადარჩენილი ადამიანი არის. ღმერთს დიდება, ჩვენ ვადიდებთ უფალს. არიან წლოვანებაში გარდაცვლილი ადამიანები, სამწუხაროდ დროზე ადრე წასული ადამიანებიც, მაგრამ ეს სახარებას არ აცვლის. თუ ერთი გარდაიცვალა და ვერ მიიღო, სახარება არ იცვლება. ჩვენ ხო ასე ვიყურებით ხოლმე, აი თუ იმისთვის ლოცულობდა ეკლესია და გარდაიცვალა, რა შანსი მაქვს მე რომ განვიკურნო? ნუ იფიქრებ ასე. სახარება იმით არ იცვლება. სახარებად რჩება. ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს. მე არ ვიცი, ბევრი პასუხგაუცებელი კითხვაა და ბიბლია ამბობს, რომ რას დაფარულია უფლისა არის. ხოლო რა ცხადია ის ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობისთვის. განკურნების საკითხი ცხადია, რომ ქრისტეს ჭრილობები ჩვენ განვიკურნენით. თუ ვიღაცა გარდაიცვალა და არ ვიცით რატომ, დაფარული უფლისა არის. მაგრამ ჩვენ ვილაპარაკოთ ის, რაც ჩვენთვის არის, რაც წერია. ამინ. შემოძვრფასებო, აი ხლა ამას რო გელაპარაკებით, მიზანი რა არის, რომ არ დაგავიწყდეთ. გახსოვდეთ ყოველთვის რა არის სწორი აზრი და აი ამას დაეყრდენით თქვენი გაჭირვების ჟამს. ხვდებით ზურფასებო? ამას დავეყრდნოთ ჩვენ ყოველთვის. და ვიცოდეთ, რომ თავარი რა ჩვენ ცხოვრებაში არის. როგორც თვალი არ აქვს მზეს, არამედ იღებს მის სინათლეს, ასევე უბრალოდ რწმენა, უბრალო რწმენა არ ქმნის ხსნას. მაგრამ ღებულობს იესოს. ჩვენ ხო ამბობთ, რომ იესო მიიღე და დახსნილი იქნები. ჩვენი რწმენა კი არ ქმნის ხსნას, უბრალოდ რწმენა. ჩვენი რწმენა იესოს ღებულობს, რომელშიც ხსნა არის, რომელშიც განკურნება არის. მიენდე იესოს, მიიღე იესო. დაუბრუნდეთ ამ ორ ბრმას ახლა ისევ, უსინათლოს. არის მნიშვნელოვანი მომენტი, ნახეთ რას ამბობენ, მიყვებიან იესოს და იმას კი არ ამბობენ, იესო, შეგვიწყალე ჩვენო. დაუკვირდით რა თქვეს? დავითის ძეო. ძეო დავითისაო, შეგვიწყალე ჩვენ. ძეო დავითისა. ფაქტიურად ეს იყო წინასწარმეტყველება მესიაზე. ხვდებით? რომ მესია მოვიდოდა. ფარისევლები ამბობენ, დავითის ძე ამაზე დავა იყო. იესო როგორ უნდა იყოსო, ის აღქმული მესია. ადამიანები რომლებიც რჯულს კითხულობენ, ადამიანები რომლებიც რჯულს ასწავლიან, მათ არ მიიღეს მესია იესო. მაგრამ ორი უსინათლო მიხვება და ამბობენ, ძეო დავითისა, შეგვიწყალე. ფაქტიურად მათ იესო მიიღეს. მათი რწმენა იყო იესოზე აგებული, ეს წინასწარმეტყველური სახელი იყო ძეო დავითისა. დავითი იყო რამდენი საუკუნით ადრე იესომდე. მის ჩაუმავლობიდან დაიბადებოდა, დავითის ფესვიდან დაიბადებოდა. ეს წინასწარმეტყველება იყო და აი ეს ორი უსინათლო ადამიანები უკეთესად ხედავენ იესოს ნამდვილ ვინაობას ვიდრე რჯულის მოძღვრები. ხვდებით? მათ ესმოდა წინასწარმეტყველება. იცოდნენ რომ მესია დავითის შთამომავლობიდან უნდა მოსულიყო. და ბევრმა ფიზიკურად მხედველმა ვერ შეიცნო. სულიერი მხედველობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფიზიკური მხედველობა. მათ შეიცნეს იესო. ვინ არის დღეს მსმენელო შენთვის იესო? იესოზე ხომ დღეს უამრავი
სხვადასხვა თეორია არსებობს, ვიღაცისთვის ჭკვიანი ადამიანია, ვიღაცისთვის კარგი მასწავლებელია, ვიღაცისთვის თვითმარქვია, ვიღაცისთვის კარგი ფილოსოფოსი არის. ვინ არის შენთვის იესო? ჩვენთვის იესო ღმერთია. ღმერთის ძე მოვლენილი ქვეყნიერებაზე, რომელშიც არის ხსნა და გადარჩენა, ღმერთს დიდება და მადლობა. ამიტომ შემოძვირფასებო, მიუხედავად სიბრმავისა მათ გადადგეს ნაბიჯები. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. თუ შენ გესმის იესოზე და გინდა ცოდვების პატიება, იესომ ეს უკვე აღასრულა გოლგოთის ჯვარზე. ეს ჭეშმარიტება უკვე არსებობს. შენ უბრალოდ უნდა ირწმუნო ამისი. თუ დღეს პირველად მოსული ხარ ეკლესიაში, თუ შენ ჯერ კიდევ შეიძლება პირველადაც არ ახარ, მაგრამ არ გადაგიდგია ცხოვრებაში ეს ნაბიჯი, რომ მოინანიო და აღიარო იესო ბოლოს და ბოლოს შენ ბატონად, შენ უფლად. დღეს არის ეს არჩევანი. ეს ჭეშმარიტება უკვე არსებობს. შენ რწმენა ამას ვერ შეცვლის. შენ რწმენით უბრალოდ უნდა მიიღო ეს და იესო საკუთარ უფლად შენ ცხოვრებაში. თუ განკურნება გინდა, ეს ჭეშმარიტება არსებობს. შენ უბრალოდ უნდა ენდო მას. ბრმებიან და გახონენ. მიხვებიან, უჭირდათ ალბათ იმ გზის გავლა, მაგრამ სახლამდე მიყვნენ. ამიტომ შენ თუ გინდა დღეს განკურნება, ხსნა, განწმენდა, გადადგი მოქმედი ნაბიჯები. ილოცე მის წინაშე, მოუხმე მის დიდებულ სახელს, იკითხე სახარება, მიიღე, აღიარე. გადადგი ნაბიჯები და ნუ იქნები წვებოდებო ილოცე ჩემი გულისთვის. ერთი მეუბნებოდა ერთხელ, ძმაო, ყოველდღიურში 15 წუთი ჩემთვის ილოცე. მე ვუთხარი 500 კაცისთვისო 15 წუთი ვილოცო. ვერ შევძლებ ამას ფიზიკურად. 15 წუთი ხან ჩემი თავისთვის არ ვლოცულობ ხოლმე და შენთვის როგორ ვილოცო? მაგრამ იცით რა არის? წმინდა წერილი გვასწავლეს ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ავად ახარ გადადგი ნაბიჯები, ილოცე, აღიარე, არ დანებდე. ნუ დანებდები, აღიარე. გტკივა, მაინც აღიარე. გტკივა, მაინც ილოცე. ნუ შეეგუები. ბრმები არ შეეგუნენ იმ ფიზიკურ წინააღმდეგობებს. სახლამდე მიყვნენ, სახლში შევიდნენ და იესომ უთხრა. სჯეროდათ მათ, რომ მას ამის გაკეთება ძალმიცო? კი, გჯერა უფალო. შენ ცხოვრებაში დადგება დრო, როცა იესო უპასუხებს ამ გამოძახილს, მაგრამ მანამდე მიყევი მას. როგორც ეს ორი უსინათლო მიყვებოდა, შეგვიწყალე ჩვენ. იესოს პასუხი იყო, თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ. ჰალელუია. ცოცხალს დიდება და მადლობა. იესოს შეხებას წინ რწმენა უსწრებს. მიენდე იესოს. აეხილა თვალები მათ. იმიტომ რომ იესო მადლი და წყალობა გადმოავლინა. ცოცხალს დიდება და მადლობა. რწმენა მარტო სიტყვა არ არის მე მწამს. რწმენა საქმით უნდა გამოავლინოთ ჩვენ. რწმენა საქმეში ვლინდება. თუ გწამს, მიიღე. გაყევი როგორც ის ბრმა მიყვებოდა. ჰალელუია. რწმენა მოქმედებს სიბნელეში. რწმენა გიყვანს იესომდე. ამიტომ მოდი შენი რწმენა და მოსმენილი სიტყვა შეერწყას ერთმანეთს. ამინ. ჩვენ ახლა უნდა ვილოცოთ. კიდევ შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ დრო არის რომ ზიარებაზე გადავიდეთ. მინდა რომ აი ამ ლოცვის დროს შემოზრფასებო. მოდი წავსდგეთ ყველა უფლის წინაშე. იესო გამწმენდელი, ამინ. იესო ამპატიებელი. იესო ამკურნალი. ამიტომ მოდი ჩვენ, როცა ახლა ვილოცავთ ჩვენი უფლის წინაშე, შეგიძლიათ გაიხსენოთ ქრისტეს აღთქმები. თუ იმე ავად არის, მიიღე იესო ქრისტეს სახელით განკურნება. თუ იმეს გჭირდებათ სული შერით ზიარების წინ გრძნობრო ვერ ახარ ისე. გჭირდება კიდევ რაღაც. ერთი რამ გახსოვდეს. ჩვენი ღირსები ჩვენ ვერ მოვალთ ღმერთთან. მოინანი. აღიარე იესოს მადლი შენ ცხოვრებაში. იესო რომ პატიებელია, თუ იმისთვის ვერ გიპატიებია, იესოს წინაშე მოიტანე ეს. თუ რაიმე საკითხი არის შენ ცხოვრებაში და ხედავ რომ უსწორმასწორო გზებით მიდიხარ და არ არის ეს საკითხი
შესაფერისი შენი ღირსებისა, როგორც მორწმუნისა, უფალი არის დღეს ჩვენ შორის. რომელიც ხედავს ყველაფერს უფასებაა, რომელმაც აბსოლუტურად იცის ყველაფერი ჩვენს გულში და როცა წარვსგებით მის წინაშე, წარვსგეთ იმ რწმენით, რომ უფალი აქ არის. ამენ.